მოგესალმებით ბატონო ნიკა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენთვის თუ იყო მოულოდნელი რამე ამ შედეგებში და როგორ შეაფასებდით მას? პრინციპში საკმაოდ პოზიტიური შედეგებია ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციისთვის. დიახ, დავიწყებ იმით, რასაც ვფიქრობ და მუდმივად ვსაუბრობ, როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა კვლევებთან მიმართებაში, როდესაც მსგავსი კვლევები საჯაროვდება, ჩვენ ყველანი, ბევრი ჩვენგანი საუბრობთ რეიტინგებზე, მათ შორის პარტიულ რეიტინგებზე და ამ შემთხვევაში შესაძლებელია არჩევნებამდე ბევრად ადრე ეს მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის, ვიდრე სხვა მონაცემები. ის მონაცემები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებაში ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას უბრალოდ ზრდის პერსპექტივა არ აქვს. როდესაც ქვეყანაში ეკა 30% მოქალაქეებისა ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, ეს არის სერიოზული პრობლემა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის და სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში ამ ეტაპზე კარს მომდგარ არჩევნებამდე ხელისუფლებისთვის, ხო? როდესაც მოსახლეობის უკვე დიდი ნაწილი საუბრობს, რომ მიუხედავად ბევრი წუხილისა, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, დღეს ბევრი ამ კატეგორიის ადამიანიც ამბობს, რომ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის გაცილებით მეტი კეთდებოდა იმ წლების განმავლობაში, ვიდრე ახლა ხდება, ესეც არის ნათელი ილუსტრაცია და ნიშანი იმისა, რომ უბრალოდ ზრდის პერსპექტივა არ აქვს ხელისუფლებას და მე უფრო მივაქცევდი ამ მონაცემებს ყურადღებას, ვიდრე არჩევნებად ბევრად ადრე პარტიულ რეიტინგებს, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამდენად ადრე არჩევნებამდე შეიძლება შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ, ასევე უარესობისკენ და რაზე არის ეს დამოკიდებული? ანუ თქვენ ამბობთ, რომ ფაქტობრივად ჭერია ეს ქართული ოცნებისთვის, ამაზე მეც ის ვეღარ გაიზრდება, თუ ქვემოთ არ ჩამოვიდა, მაგრამ ოპოზიცია, თუ ის ვეღარ ვერ გაიზარდა ამ შესაბამისად, ეს ხმები სადღაც ხო უნდა წავიდეს, თუ ოპოზიცია ერთიანი იქნება, უნდა წავიდეს გაერთიანებული რაღაცა ოპოზიციის ერთიანობისკენ, ასე ვთქვათ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია. კი ბატონო, ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, ყოველ შემთხვევაში დაგეგმილ არჩევნებამდე, რა უნდა გააკეთოს მაშინ ოპოზიციამ იმისათვის, რომ გაზარდოს, მისთვის ეს ჭერი ხომ არ არის, ხო, გაზარდოს ამომრჩეველთა სიმპათიები მის მიმართ და პირიქით არ გააკეთოს, ანუ უფრო ნეგატივი არ წამოიღოს. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? ასევე რამ განაპირობა ჩემის აზრით, ამის თქვა მინდოდა ზუსტად ეკა, ანუ ოპოზიციის მკვეთრი ზრდა ამ კვლევის მონაცემებით და ხელისუფლების რეალურად შეიძლება ითქვას მინიმუმ როგორც ასე სტაგნაცია, ხო, არა მკვეთრი ვარდნა ჩემის აზრით. და თუნდაც იმ მონაცემებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს, რომ 2013-დან 2020-მდე გაუარესდა ვითარება, ხო? ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა განწყობებზე საზოგადოებაში. ჩვენ ყოველ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ვცდილობთ ვისაუბროთ შემდეგ საკითხებზე, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარებას, ასევე ხაზს უსვამთ აქცენტირებულად და ვამბობთ, რომ დიახაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი პოზიტივი იყო და ეს ვიცით, ბევრი პოზიტივი რა იყო და გვინდა ახლა გამავიტაროთ ეს პოზიტივი, მაგრამ ამავე დროს არ ვერიდებით და ვამბობთ, ვიცით რა იყო ნეგატივი, რა იყო მანკიერი მხარე ჩვენი მმართველობისა და ამას უკვე საჯაროდ ვლაპარაკობთ, არა უბრალოდ აღიარებითი, ასე ვთქვათ, ტონით, არამედ იქვე ვაყოლებთ გამოსავალს, თუ რატომ არ უნდა შევიდეს და როგორ არ უნდა შევიდეს, მომდევნო ნებისმიერი ხელისუფლება იგივე ჩიხში, რა ჩიხშიც შევიდა ხელისუფლება წინა მათ შორის მარსაჯულების საკითხით, ხო? მარსაჯულების მიმართულებით და ამ დროს არსებული ხელისუფლება რა საუბრობს და ავლენს უსუსურობას იმ მანკიერებასთან მიმართებაში, რომელიც არსებობდა და მეტიც გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი არ არის ნეგატივი, ეს ყველაფერი არის კარგი. მაგალითად, მურუსიძესთან მიმართებაში ისინი ამბობენ, რომ მურუსიძე ადრე იყო ცუდი, თორე ეხლა კარგი არის. ისინი არ აღიარებენ ამ პრობლემას და ეს როგორც ჩანს მოსახლეობამ დაინახა. მე ამასაც უკავშირებ და პოზიტივი რაც კი იყო და მათ შორის ყველაზე გულმხურვალი მხარდაჭერას ქართული ოცნებისას თუ კი გააჩერებდით, მაშინ ოცნება არ არსებობდა 2006 წელს, 2007 წელს ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, ასე ვთქვათ, პირობებში. მერე მათ შეიცვალეს და დიდმა ნაწილმა სამართლიანად პოზიციები და დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ რაც არ მოწონდა
მაშინ მოქალაქეს და რატომაც აქცია ზურგი დაცულ მოძრაობას, დღეს მთავარი მოქმედი პირნი და ფიგურანტები რეალურად არიან იგივე უკვე ქართულ ოცნებაში და ჩვენ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთა ნაწილი იყო ქართული ოცნების საწყის წლებში ნაწილი, ჩვენ საუბრობთ ამაზე ღიად და აი ბატონები, რომლებიც მურუსიძე, ჩინჩალაძე, არ ვიცი ფარცხალაძე საუბრობენ, ყველაფერი არის იდეალურად. ამიტომ ამასაც კიდევ ერთხელ გავამეორებ, ჩემი აზრით არც თუ ისე უმნიშვნელო გავლენა აქვს ამ შედეგებზე. კი ბატონო, მაგრამ ამ კვლევიდან ისიც კარგად ბოდიში, ნიკა, ამ კვლევიდან ისიც კარგად გამოჩნდა, რომ თუ უпростоრად თქვენ როგორ დაიდახეთ, გამოჩნდა ის, რომ დაკვეთა არის ოპოზიციურ ერთობაზე და რომ ეს ერთობა იქნება გადამწყვეტი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილი და რა რისკებს ხედავთ? პირველ რიგში ხედავთ თუ არა იმ რისკებს, რომ ივანიშვილი როდესაც იგივე ამ კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება იფიქროს, რომ რამდენიმე 3%-იანი პარტიის გადაბირება, ანუ ივანიშვილი ხო მარტო არ არის, მასთან ერთად არის პატრიოტთა ალიანსიც, ხო? პატრიოტთა ალიანსი პლუს კიდე 1-2-3%-იანი პარტია მას შეუძლებს ეს უკვე მას აძლევს უპირატესობას, რიცხობრივ უპირატესობას. აი თქვენ რა შანსს ხედავთ ამ კვლევაში და რა რისკებს ხედავთ გულწრფელად? ჩემთვის ეს გულწრფელად კი ბატონო, შეუსრულებელი მისია და უბრალოდ ქიმერაა, არაგადმობირებადი, ასე ვთქვათ, მოცემულობა აქვს ქართულ ოცნებას და ამის მცდელობა შესაძლებელია მათ დიდი ხანია აქვს, მაგრამ შედეგი არაფერი. არაგადმობირებადი, ნიკა, რა გაძლევთ ამისთვის გარანტიას? იმიტომ რომ იმდენად დიდი დაკვეთა არის ერთობის საზოგადოებაში ეკა, იმდენად დიდი დაკვეთა და თქვენი ეს კვლევა დღეს გამოქვეყნებულიც ამას ცხადყოფს, ხო ამაზე. შეუძლებელი არის უბრალოდ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, ჩემი დაწყებული, სხვისი დამთავრებული, განწირული იქნება არაუბრალოდ მარქსისტვის, განწირული იქნება პოლიტიკური არ ვიცი მე რაღაცა კატაკლიზმისთვის, პოლიტიკური არ ვიცი სიკვდილისთვის თუ გინდათ დავარქვათ, იმიტომ რომ ხალხი გაიზარდა, ამომრჩეველი გაიზარდა, ბევრს უნახავს სატელიტი პოლიტიკური პარტია, უნახავს არასატელიტი პოლიტიკა, ყველაფერი იკითხება და შეუმჩნეველი არაფერი არ დარჩება, მაგრამ მე მინდა ასევე გულახდილად გითხრათ, ეკა ძირითადად ჩემის აზრით ასევე რამ განაპირობა, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის ასეთი მკვეთრი ზრდა და მინდა ცოტა კულისებში შემოგახედოთ რა და კულისებში ჩავახედოთ ასე მაყურებას. დიახაც, ანუ პოლიტიკა მრავალი კომპონენტისგან შედგება. არ არის მხოლოდ მაგალითად საარჩევნო კლიპი, სლოგანი, ანუ ლიდერები, რომლებიც ეთერებში გამოდიან და საუბრობენ და მათ შორის ერთ-ერთი ხა მე ვარ, ხო? ძირითადი შრომა გადადის პოლიტიკური გუნდის და გაერთიანების ორგანიზაციებზე, ანუ ადგილობრივ გუნდებზე. მე გულწრფელად ასევე მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს ნაციონალურ მოძრაობას პრაქტიკულად თავიდან მოუწია მთელი ამ ორგანიზმის, ასე ვთქვათ, გამოჯანსაღება და სტრუქტურა, რომელიც მთლიანად პრაქტიკულად ჩამოიშალა სხვადასხვა მიზეზების გამო და უკვე ახალმა ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობამ, როდესაც დაიწყო ამაზე მუშაობა, დრო მაგალითად ჩვენ ამისათვის 2017 წელს არ გეტყვით და ზოგადი საუბარი ვარ გამომივიდა. აი ხა მაგალითისთვის გეტყვით ეკა და მიხვდება მაყურებელი რას გულისხმობ. აი მაგალითად ახალ ქალაქში 2017 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტი მიიღო ხმის ამორჩევლის ხარდაჭერის? 0.9%. ნაციონალურ მოძრაობამ ახალ ქალაქში მისმა კანდიდატმა მიიღო 180 ხმა. მართლაც ამაზე ხშირად ჩაყირობთ ახლა და 2018 წელს, მას შემდეგ რაც ხალხთან მივედით, მას შემდეგ რაც ვიმუშავეთ ველზე, პარტიულმა ორგანიზაციულმა გუნდმა, გადახალისებულმა ახალი გუნდის შექმნა, რომელთა ნაწილი ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იყვნენ წლების წინ, უკვე 2018 წელს 25% დადო. მაგალითისთვის გეტყვით ასევე მცხეთის რაიონში მესამე ადგილზე გავდიოდით ეკა სტაბილურად. პატრიოტთა ალიანსი გვიგებდა. ჩვენ 2017 წელს ნაციონალურ მოძრაობას მოუგო, ესე იგი, ქართულმა ოცნებამ თავისთავად და პატრიოტთა ალიანსმაც და გავდიოდით სტაბილურად მესამე ადგილზე. და პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, გაერთიანებულ შტაბში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეხა გენერალურად უნდა მივუდგეთ მაგალითად კონკრეტულად მცხეთის ოლქს. და შესაბამისი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადაიდგა და შედეგად ჩვენ ქართული ოცნება დავამარცხეთ მცხეთაში. შესაბამისი ნაბიჯები რა არის? ანუ რა მუშაობს ამ მრჩეველზე? აი გეტყვით და მათ შორის აი დუშეთში, გუშინ გახდით მეგობრებთან ერთად დუშეთში. გაგიკვირდებათ ალბათ ბევრმა ჩვენმა ხარდაჭერმაც კი არ იცის. 2017 წელს ეკა ნაციონალური მოძრაობა დუშეთში გავიდა მეოთხე ადგილზე.
ჩვენზე წინ იყო პატრიოტთა ალიანსი, ქართული ოცნება და ლეიბორისტულ პარტიამაც გვაჯობა. და 2007% ავიღეთ. და არ იყო გუნდი არ ყავდა რეალურად, ხო? რაც არ უნდა ძლიერი ლიდერი ყავდეს, რაც არ უნდა 2-3 ძლიერი გუნდი ყავდეს, ლიდერი ყავდეს პოლიტიკური სახე, შენ თუ გუნდით არ ახარ, ასე თქვა, გაძლიერებული, შეუძლებელი არის და ეს ყველაფერი იყო, რა თქმა უნდა, აღმოსაფრელი და თავიდან ასაშენებელი და იგივე დუშეთში ეხა ავიღეთ 5-ჯერ მეტი ხმა, 30% ავიღეთ. და ბევრი ასეთ გურჯაანის მაგალითი შემილია, მოგიყვანოთ, 2017 წელს 12% ავიღეთ და ბევრმა პარტიამ გვაჯობა და უკვე 2018 წელს 34%. ამის ისი თქმა მინდა, ისიც ეკა ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ათვისნობიერებს, რომ ჩვენ სადღაც რეგიონებში, რაიონებში არჩევნებზე ვდებთ ძალიან კარგ შედეგს, ვდებთ კარგ შედეგს, ვდებთ საშუალო შედეგს, ვდებთ სულს და ჩემი შეფასებით, სადღაც ძალიან სულ შედეგს. ჩვენ და მე ვერავე ვერ დამაწუნებს, თუ კი შეგიძლია შე რუსთავში და თელავში ორივე ტური მოუგო. ქართულ ოცნებას 2018 წელს ამის გაკეთება არ შეგიძლია დუშეთში, ამის გაკეთება არ შეგიძლია ქუთაისში, სადაც არაჩვეულებრივი შედეგი ჰქონდა და ასე შემდეგ. ამიტომ სამუშაო არის, სამუშაოს 60% ან ხვედრითი წილი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც ხშირად არ ჩანან და ეს ადამიანები ჩვენ აღარ გვყავდნენ. სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით. მაგრამ ეს ახალი გუნდი, გადახალისებული, განახლებული გუნდი შეიქმნა და ეს ზრდაც დიდწილად ჩემის აზრით აქედან არის განპირობებული. და როგორ გკითხეთ, როგორ და ბევრი მუშაობი და ბევრი ახსნა განმარტებით მოქალაქეებთან პირადი ინტერაქცია. ჩვენ როგორ ჩანს, დიახაც და მე ამაყება, ჩვენ როგორ ჩანს, რაღაცა მნიშვნელოვანი კატეგორიამდე დავიყვანეთ. ხო, როგორ უნდა იმუშაოთ, რას ფიქრობთ? დავიყვანეთ. გეტყვით, აი ვეცდები ახსნა მნიშვნელოვან კატეგორიამდე მოსახლეობისა ჩვენ დავიყვანეთ ის გზავნილი, რისი დაყვანაც გვინდა ყველამდე. ვინ ვართ, რა არის ჩვენი მისია, რატომ ვიბრძვით, რა არის ჩვენი ამოცანა, სად ვისწავლეთ საკუთარ შესწავლებზე ჭკუა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორი არის ჩვენი ხედვა. და მე მიხარია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი კატეგორია ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალისხმევის შედეგად არ ვიცი, გაღებული ჯაფა დააფასა და გაიზიანა და ჩვენი თანამებრძოლები გახდნენ დღეს. და მრავალი მიმართულებით არის საუბარი, ვიღაცას აინტერესებს, აი ნაციონალური მოძრაობა, როდესაც იყავით ხელისუფლებაში, აი ეს მომწონდა. ამის გამკეთებლები, ეხლა რო ხართ, მე ვიცი. ამაზეც ვესაუბრებით, კიდევ უფრო მეტად რო შეგვიძლია ამ კომპონენტის გაუმჯობესება, მაგრამ ვიღაცა გვეუბნება, რომ აი იმ კომპონენტში მე არათუ არ მომწონდით, თქვენი მაგალითად არა ზურგს გაგცემდით, იმიტომ რომ მეშინოდა მაგალითად. ასეთი ამორჩეველიც შეხვედრია. და ამ ამორჩეველს უნდა ეს ამორჩეველს დავარწმუნოთ და ეს ნდობა მისგან უნდა მოვიპოვოთ ჩვენი გულწრფელი კომუნიკაციით. ჩემის აზრით, სხვანაირად ვერ აიხსნება ეკა, როგორ შეიძლება ერთი წლით ადრე მოხდეს ერთ ცალკე აღებულ ოლქში კატასტროფული შედეგის ჩვენება 0.9%-ის ოდენობით და მეორე წელს, როდესაც უკვე მუშაობა დავიწყეთ და ველზე გავედით, გავახუთმაგეთ, ხო? ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყნის მასშტაბით გქონდეს ბევრი ისეთი წარმატებული შედეგობრივად ქალაქი, დაბა, რაიონი, როგორც ჰქონდა თუნდაც 2018 წელს რუსთავში და ქუთაისში და ყოველთვის გული წდება, როდესაც გამოდიან და საუბრობენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ეხლა არა რომ იცით რა, ყველა ერთი წინააღმდეგ ერთიანდებოდა. დიახ, ჩვენ 2018 წელს მეორე ტურში დავრჩით მხოლოდ ევროპული საქართველოსა და რესპუბლიკური პარტიის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ამარად, რაზეც ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეთ მათ, მაგრამ იმ დროისთვის ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ არ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთვის ხარი დაეჭერა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ორივე ტურები მოვიგეთ. აქედან დასკვნა, რომ პრობლემა და გასაღები წარმატების ჩვენში არის. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება არის სუსტი. დიახაც, ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხება, თუ ოპოზიცია იქნება ძლიერი. ის რომ ხშირად ჩვენ არ ვჩავართ ტელეეთერებში და ცისფერ ეკრანებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს არ ვაკეთებ. პირიქით, ეხლა გუშინ მქონდა მე პირადად რამდენიმე გასვეთი შეხვედრა, ხო? ეს არის გაშუქებულა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ თანაგუნდელს, რომელიც ველზე მუშაობს და წარმოიდგინეთ, რის ფასად უწევდათ ამ წლების განმავლობაში. ეხლა ცალკე დასაჭერად დაგზავდნენ, ცალკე პატიმრებს, ასე ვთქვათ, ვულიდით, ცალკე თავდასხმებს ვიგერიებდით, დაკითხვებზე დავყავდით და პარალელურ რეჟიმში კამპანიის წარმოება იყო შეუძლებელი. 13,000 ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი არის დაკითხული ამ წლების განმავლობაში. ეხლაც მძიმე
კავშირში ხართ ამ თვალსაზრისით? ასეც ასეა, დიახაც, მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის ხელისშეშმელი ფაქტორი, მაგრამ ალბათ იმუნიტეტიც გამომიმუშავეთ და უფრო ძლიერები გავხდით. არ არის ახლაც ადვილი, თუმცა შევეგუეთ ამ სამუშაო პირობებს. ამიტომაც ვარ მე იმედიანად და ზუსტად ვიცი და მჯერა და გვაქვს რეცეპტი იმისა თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება ყველგან. ეს დამარცხებადი არის. ყველგან დამარცხებთ მაშინ, ყოველ შემთხვევაში გექნებათ შანსი რომ ბედგან დაამარცხოთ, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი. ამ ერთიანობის გზაზე არის თუ არა გარკვეული პროგრესი მიღწეული, უკვე ხელშესახები რაც გაძლევთ იმის იმედს, რომ ეს თანამშრომლობა გამოვა. ეს იქნება ბოლოს შეკითხვა თქვენთან. მოდით, თავშივე ვიტყვი, რა საარჩევნო სისტემითაც არ უნდა მოუწიოს ქვეყანას არჩევნების ჩატარება, ამ საარჩევნო სისტემის ფარგლებში დამარცხება, ამ სისტემით დამარცხება ხელისუფლება. უმნიშვნელოვანესია და აკი ვთქვი ზემოთ, რომ არის დაკვეთა საზოგადოების ერთობა. უმნიშვნელოვანესია მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებით კანდიდატების დაყენება. უმნიშვნელოვანესია და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ძლიერი ოპოზიციური სხვადასხვა პარტიის კანდიდატი საკუთარ პარტიაზე 15 და მინიმუმ 10%-ით მაღალ შედეგს დააფიქსირებს. გამორიცხული არის ეკა, რომ შევთანხმდეთ. პირობითად ვამბობ, ეხლა სადაც თუ იქნება კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, უბრალოდ აი პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? იქ ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატი არ უნდა დაუყენოთ და შალვა ნათელაშვილი აუცილებლად პირველ ტურში გაიმარჯვებს. სადაც იქნება დათო ბაქრაძე, იქ ოპოზიციური პარტიებმა კანდიდატი არ უნდა დაუყენოთ და დათო ბაქრაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. სადაც იქნება გრიგოლ ვაშაძე, ნიკამელი, არ ვიცი. ეს არის 2x2 4, ეს ბიზინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის და 2018 წელს რა გაათამაშა რეალურად ქართულმა ოცნებამ, ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ქართულმა ოცნებამ მის ორბიტაზე არსებული არც ერთი კანდიდატი არ დაუყენა სალომე ზურაბიშვილს. მათ შორის ირმა ინაშვილი, ანუ მისი პარტია უბრალოდ მათ კანდიდატი არ ყოლიათ და ოპოზიციურ ასე თქვა მხარეს იყო უამრავი კანდიდატი, რომელსაც ერთმანეთზე წავართვით ხმა. ეხლა წარმოვიდგინეთ ირმა ინაშვილი კანდიდატად თავდაყოფილიყო 5%-ს მაინც ხომ მიიღებდა თუ მეც არა. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძე პირველ ტურში მოიგებდა მნიშვნელოვანი სხვაობით და ფსიქოლოგიურ ძალიან დიდ უპირატესობას მოგვანიჭებდა თითქოს ერთის მხრივ უმნიშვნელო დეტალს საერთო ჯამში პოლიტიკაში აქვს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. ამიტომ მე როგორ გითხრათ ეხლა აი კვალიტეტი დღეზე ფსიქოლოგიურად ამ კვლევებმა როგორი გავლენა მოახდინა თქვენზე და თქვენს აქტივისტებზე, პარტიის წევრებზე, ან ოპოზიციაზე ვამბობ, რამდენ მნიშვნელოვანია ესეთი კვლევები, რას გაძლევთ ეს, თუ და თქვენს ხარდაჭერებს. ჩვენ ეს კვლევა, რომელიც თქვენ გაასაჯაროეთ, რა თქმა უნდა, მათ შორის სტარტდება NDI-ის, AIRA-ის, კიდე ედისონის მიერ გამოქვეყნებული კვლევების გვინახავს, მაგრამ ჩვენ შიდა პარტიულ კვლევებსაც ვატარებთ სხვადასხვა მიმართულებით. და მომზადებლები ველზე არ გავდივართ პირდაპირ გეუბნებით და ხედავ კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკუთარი ბედის მჭედელს ოპოზიციაში. ოპოზიცია დღეს არის საკუთარი ბედის მჭედელი. ივანიშვილის ფული არის უფრო გაუფასურებული ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება. შეუძლებელი არის, როდესაც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, სადაც შენ ცხოვრობ, ეკა მეც ვცხოვრობ და ვიცი 40 წლის ვარ ეხლა და რამდენი ჩემი თანატოლი არის, რომელიც ბავშვთან ერთად ვერ შედის მაღაზიაში, იმიტომ რომ გამოზოგილი აქვს ის რაღაცა თანხა და ერიდება რომ ბავშვმა როგორც ჩვევიათ პატარა ბავშვებს თაროსკენ ხელი არ წაწიოს და რამე დამატებითი ეს კიდო არ მოთხოვოს და უხერხულ მდგომარეობაში მამა არ ჩააყენოს და დედა მე შემსწრე ვარ ასეთი ვითარების, ხო? როდესაც პენსიონერს იმის შესაძლებლობა არ აქვს, მართლა სხვა ქვეყანაში ყველანი ცხოვრობ და შვილიშვილს რაღაცა საჩუქარი უყიდოს, შო არ ვიცი, ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ხდება მილიარდელი ადამიანის პირობებში. და რატომ შეიცვალა მნიშვნელოვნად პოზიცია საკუთარი ამორჩეველმა, ანუ ვიღაცა იყო ბაპატიეთ ქართული ოცნების ხარდაჭერი და ახლა გახდა გაერთიანებული ოპოზიციის და ნაციონალ მოძრაობის ხარდაჭერი, ასე არ ვიტყოდი, მიდგომა შეცვალა. მიდგომა მისი პოზიცია შეცვალა. დიახაც, იმიტომ რომ ეხა აი 2013 წელს, როდესაც ეკა ვიცი შენ განათლების სფეროსთან ახლა ჭიდრო კავშირი გავს და 5000 სტუდენტი არსებობდა, რომელსაც სტატუსი ჰქონდა შეჩერებული თანხის გადაუხდელობის გამო და ბევრი იყო. და დღეს 2019 წლის მდგომარეობით ეს რაოდენობა 18000-ია. ანუ პრაქტიკულად 4-ჯერ მეტია. ეს არის 18000 მამა, 18000 დედა, ბებია, ბაბუა, რომელთა ნაწილი შესაძლებელი ახლა
გვიყურებს და წარმოგიდგენიათ, ეხლა ას ადამიანი ხო ზის გვიყურებს და ვისმენს რომ კი ბატონო რაღაცა არ მომწონდა მე, ბევრიც არ მომწონდა ბოლოს განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მაგრამ შვილს ვასწავლიდი უმაღლეს სასწავლებელში და იმისი შესაძლებლობა მქონდა რომ თანხა გადამეხადა და დღეს არის 4-ჯერ უფრო მეტი ამ ადამიანების რაოდენობა და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ეხლა წინა თქვენ ჩართვაში მქონდა შესაძლებლობა თქვი რომ 525 მილიონი ლარით მეცხარჯოს ბიუროკრატიაში ეს მილიარდერი ადამიანი და გამარჯობა თქვენ ეხლა ეს ხალხი გაიზარდა. აღარ არის უბრალოდ მოსატყუებელი კბილი არც ერთ მოქალაქეს აღარ აქვს ბიზინე ივანიშვილის. ამიტომ ვარ ძალიან იმედიანად და როგორც წინა თქვენი გადაცემა დავასრულე, ჩართვა უფროსოდ ახალ იგივე ასე თქვათ ფრაზი დავასრულებ და მიმართავ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ საკუთარ თავს თუ ვეცით საკმარისი პატივი და ჩვენ თუ საკუთარ თავს შევაფასებთ როგორც ღირსეულ მოქალაქეებად და იმ ერთ ხმას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მე დარწმუნებული ვარ რომ აი რა გითხათ, აი ვაზა რო გამოიტანოს უკანასკნელი არ ვიცი, ბოლო ოქროულობა რომ მოიხსნას ბიზნე ივანიშვილმა და ყველაფერი რო გაყიდოს, თავისი მილიარდებით არ უშველის. გამორიცხული ამბავი არის. ამიტომ რწმენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ერთობას რა თქმა უნდა თავისთავად. კარგი, დიდი მადლობა.